გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე დარიალი ჰესის მშენებლობა. თქვენ იცნობთ ამ საქმეს და მიიჩნევთ თუ არა, რომ მართლა ზეგავლენას ახდენს, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამ ჰესის მშენებლობა გარემოზე. ნებისმიერი სახის მშენებლობა ახდენს რაღაც გარკვეულ გავლენას გარემოზე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც თქვენ ბრძანეთ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და მე ველოდები სასამართლო პროცესის დასრულებას. აი, საკითხებია, რომელიც თქვა ჩემს კომპეტენციას და გამოცდილებას ცდილდება, რომ მე რაღაცა ესე ვთქვა, ან ისე ვთქვა. ეს არის მეც ვეღრნობი ჩვენი ექსპერტების დასკვნას, ვინ რას ამბობს, არსებობს მოსაზრება, რომ ეს გაკეთდა ყველა იმ წესის მიხედვით, როგორც უნდა გაკეთებულიყო, ამიტომ მე ამ წუთას რაღაცას ეჭვის შეტანის საფუძველი არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს არ მაქვს, ალბათ ორივე მხრიდან ეს მოსაზრებები გარკვეულ არგუმენტაციას ემყარება. მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის კიდევაც, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს და თუ თქვათ ეს ზიანი გარდაუვალია, ეს იყოს მაქსიმალურად მინიმალური და გათვალისწინებული იყოს ყველა ის ღონისძიება, რამაც შეიძლება შეარბილოს ის ზიანი. სასამართლო პროცესზე გარემოსდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განკარგულება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დაცული ტერიტორიების ნაწილი უნდა გადაეცეს დარიალი ჰესის მშენებლობისთვის. განკარგულების გაუქმება არც ერთ მინისტრს არ შეუძლია, ეს არის მთავრობის განკარგულება. ანუ შესაბამისად გადაეცემა, არ გადაეცემა, მაგაზე ვთქვი, რომ სასამართლო მიმდინარეობს და დაველოდოთ პრობლემების განვითარება შეუძლია.